ნოემბერში ინფლაცია მთლიანად 0.4%, ხოლო წლიურად 4.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია. ჯგუფში ფასები 10.3%-ით არის გაზრდილი და მთლიან ინფლაციაზე 3.48% პუნქტით აისახა. უმეტესად გაძვირებულია ხილი და ყურძენი, ზეთი და ცხიმი, პური და პურპროდუქტები. რა ახდენს გავლენას ფასების ცვლილებაზე და გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდის ტემპი? ამ თემაზე ვრცლად სტუმართან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თალაშა რიჟამაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მადლობა კაცემაში სტუმრობისთვის. ინფლაცია და ფასები ყოველთვის მტკივნეულია საზოგადოებისთვის და სწორედ ამის გათვალისწინებითაც ყოველთვის აქტუალურია. რა ეტაპზე ვართ ახლა ფასების გაძვირების კუთხით? ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შემცირებისკენ წამოვიდა ბოლო ერთ თვის განმავლობაში, მაინც საკმაოდ მაღალია იმ მიზნობრივ მონაცემზე, რომელსაც ეროვნული ბანკი პროგნოზირებს. რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სურსათზე ფასი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ერთ-ერთი მთავარი პირველ გამოვყოთ მოსახლეობისთვის და ჩვენ და სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ეს ფასები ჩვენ და სამწუხაროდ ყოველთვიურად იზრდება. რაც შეეხება იმ მაჩვენებელს, რომელი მაჩვენებელიც ახლა გვაქვს, ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის პერიოდიდან ვაცხადებდით, რომ ეს შეიცვლებოდა და მიზნობრივსაც გადააჭარბებდა ინფლაციის მაჩვენებელი და ერთ-ერთი მთავარი იქნებოდა სურსათი. დღეს უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ სურსათზე ფასების ცვლილების ძირითადი ნაწილი ასახულია. ის გარემოებები, რაც არსებობდა ამ ფასების კორექტირების და ზრდის ძირითადი ნაწილი ამ ეტაპისთვის ამოწურული არის და მათ შორის არ არსებობს რაღაცა ისეთი ფაქტობრივი მოცემულობები, რამაც შეიძლება თქვა გამოიწვიოს კიდევ დამატებით მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ გარკვეული წილი ზრდა ექნება და როგორც ინფლაციის გამოქვეყნებულმა მაჩვენებელმა თვალნათლივ წარმოაჩინა, ეს ტემპი შედარებით შენელდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ყველაზე ერთ-ერთი მაღალი სურსათთან მიმართებაში გაგვაჩნია. ამ ეტაპისთვის ინფლაციის ნაწილში ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის მაინც შესაძლებელია, რომ მიზნობრივ გადააჭარბოს, რაც ეროვნული ბანკი აცხადებს, მაგრამ მიმდინარე უახლოეს პერიოდში არსებითი ცვლილება ამ კუთხით როგორც ესეთი არ არსებობს. თუ რა თქმა უნდა არ წარმოიშვა ისეთი გარემოება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს და ჩვენ როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, მიბმული ვართ საგარეო ფაქტორებზე, დამოკიდებული ვართ იმ ფასებზე, რა ფასებითაც ხდება პროდუქციის იმპორტი და ჩვენ და სამწუხაროდ ადგილობრივ მწარმოებელიც მიბმულია იმ ნედლეულზე, რომელიც ერთად იმპორტირებული არის და ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ვაწარმოოთ სრულიად ქართული პროდუქტი სხვა უცხოური იმის გარეშე. თუმცა საახალწლო პერიოდში ყოველთვის ფასების ზრდა რაღაც ტრადიციად იქცა. არის ფასდაკლებებიც, მაგრამ ძირითადად განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ის, რაც ახალი წლის პერიოდებში ძალიან აქტიურად მოხმარებადია, ამ პროდუქტებზე ფასები მატულობს. ეხლა როგორი ტენდენცია გვაქვს და ამ კუთხით რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მომხმარებელს? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ არსებითი მოლოდინი ფასის ზრდის ნაწილში არ უნდა ჰქონდეს და საახალწლო პერიოდში საკმაოდ ბევრი აქციებია მათ შორის და ბიზნესი შედარებით უფრო მომზადებულად ხვდება იმ ნაწილში, რომ იცის, რომ მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მისი მარაგებიც წინასწარ შედარებით უფრო მობილიზებულია და ამ ნაწილში რომ თქვათ, რომ ჩვენ მომხმარებელს შეიძლება საახალწლოდ მნიშვნელოვნად რაიმე ისეთი ფასი დახვდეს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს თქვათ ის მაჩვენებლები საბოლოოდ, რაც გვექნება შემდგომ, ეს მოლოდინი არა გვაქვს. თუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ პერიოდში რაღაცა ისეთი რყევა არ გვექნა, თუნდაც ვალუტის კუთხით, ხა ჩვენ თუ საუბრობთ იმას, რომ დოლარი შედარებით სტაბილურია, ევრო არ იყო ესეც სტაბილური და ამანაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმ ფასებზე, რა ფასებიც დღეს გვაქვს, ხო? ოდნავი რყევაც კი ბიზნესი იმდენად აშინებს, რომ ის იწყებს გადაზღვევას უკვე იმ პროდუქციის ფასში ასახვას, რომ ის რის
რისკები დააზღვევს, რაც შეიძლება თუნდაც ესე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ საბოლოოდ მისთვის ასეულობით 1000-ის ზარალი გამოიწვიოს. მთავარი არის რომ მინიმუმ ეს მოცემულობები შევინარჩუნოთ როგორც კურსთან მიმართებაში, ასევე იმ გარემოებებთან მიმართებაში, რაზეც მიბმული ვართ, იქნება ეს საგარეო ფაქტორი, იქნება საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილი, თუ ნებისმიერ ტიპის ხარჯი, რაც წარმოიშვება ზოგადად ამ ჯაჭვში. კი ბატონო. თვითონ გადაზიდვების ნაწილი და აი ეს ლოჯისტიკური სეგმენტი რამდენად კარგად აქვს ძალაგებული ქართულ კომპანიებს და რადგან თქვენ თვითონაც ახსენეთ რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ ჩვენ და სამწუხაროდ თუმცა ეს რეალობაა ამ პროცესების გათვალისწინებით რამდენად კარგად გვაქვს ეს სისტემა აწყობილი იმ გაგებით რომ მაგალითად არ არის ამა თუ იმ პროდუქტზე დეფიციტი ამა თუ იმ პროდუქტზე რაღაცა ტიპის ისეთი შემთხვევა როდესაც მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ჩავარდნა ხდება ამ ტიპის პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით? არა, არ ვაწყდებით და პანდემიის დროსაც კი არ ქონია მოსახლეობას იმის პრობლემა, რომ რაღაცა შეიძლება უბრალოდ სწრაფად თაროზე განლაგება ვერ ხდებოდა, თორემ მომარაგების კუთხით არ არსებობდა, რომ ქვეყანაში არ შეგვეძლო რაღაც კონკრეტული პროდუქციის ყიდვა. მით უფრო, როდესაც ვითარდება ბიზნესი და ეს სფერო, ყველა კომპანია მაქსიმალურად ამუშავებს იმ შესაძლო, თუნდაც ფინანსურად უფრო მომგებიან შესაძლებლობებს საერთაშორისო ტრანსპორტირება იქნება ეს თუ ადგილობრივ ბაზარზე ლოგისტიკურ ნაწილში საჭირო. მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფები, მათ შორის მთელი რიგი სატენდერო პირობების გამოცხადება, ტენდერის გამოცხადებაც ხდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ეს ხარჯები, მაქსიმალურად სრულყოფილი და გამართული კონდეს და როდესაც ბიზნესი ვითარდება, უნდა თუ არ უნდა ამას თუ ფეხი არ აუწყო, ის ფიზიკურად საბოლოოდ არა მარტო გაძვირების ნაწილში მთლიანად ჩამორჩება ამ პროცესს და მისთვის შეუძლებელი იქნება ოპერირება. ჩვენ არც როგორც ვთქვი, არც პანდემიის დროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პერიოდი იყო ალბათ. ამდენი წლის განმავლობაში მომარაგების კუთხით და მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით, მაშინაც კი არ შექმნია მოსახლეობას იმის პრობლემა, რომ რომელიმე კონკრეტული პროდუქციის დეფიციტი ყოფილიყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოსახლეობაში გაჩენილმა პანიკურმა შიშმა გამოიწვია უცებ ფიზიკურად თაროდან პროდუქციის გაქროვა, რომელიც უბრალოდ ლაგდებოდა დროის რაღაც იმ აუცილებელ პერიოდში, რაც საჭირო იყო მის განსათავსებლად. კი ბატონო, თვითონ ბიზნესი, რადგან საახალწლო პერიოდია, რამდენად მზად თქვენ ახლა ახსენეთ, რომ მეტნაკლებად მზად არიან ხოლმე ასეთი რამდენად აქტიურად ემზადება ხოლმე ამ პერიოდისთვის, რადგან სულ რამდენიმე კვირაში გვაქვს ახალი წელი და რამდენად მომზადებულები არიან ქართველი დისტრიბუტორები და იმპორტიორები ამ ნაწილში? უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მწარმოებლისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი პერიოდი გახლავთ საახალწლო პერიოდი და მათ შორის აღდგომის დღესასწაული. ეს არის ის ორი თარიღი, რა თარიღი და პერიოდი, რა პერიოდშიც ყველა კომპანიისთვის არის ყველაზე მაღალი ბრუნვა. შესაბამისად, ის მთელი წლის განმავლობაში და მთელი თვეების განმავლობაში ახდენს მობილიზებას იმისთვის, რომ ახალ წელს იზრდება მისი გაყიდვები და მას უნდა ქონდეს შესაბამისი მარაგები, ის რომ წინა საახალწლო პერიოდში უნდა დაიმატოს შესაბამისი კადრები, რომ მოასწროს პროდუქციის სრულად გაშლა. მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლები ახდენენ დამატებას საწარმოო პროცესის დასაჩქარებლად, რომ იქ იმ გაყიდვების და მოლოდინი რაც აქვს, რომ ის დააკმაყოფილოს და სრულყოფილად კონდეს პროდუქცია წარმოდგენილი, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თარიღი არის, რომ ამ პერიოდის ჩავარდნა ყველა კომპანიისთვის ეს იმხელა ფინანსური ტვირთ შეიძლება იყოს საბოლოოდ, რომ ის გათვლები რაც აქვს განვითარების კუთხით და მოგების კუთხით გაწერილი, ეს პრაქტიკულად აცდეს და შემდგომ უკვე საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს. ამიტომ მაგ კუთხით რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ძირითადად მომზადებული არის და არც მომხმარებელს არ დახვდება რაიმე პროდუქტის შეფერხება და მათ შორის ფასებითაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი აქციები უნდა იყოს, რასაც თვითონ ადგილობრივი მწარმოებელი და დისტრიბუტორები შეთავაზებენ რიტეილს და რიტეილსაც რა თქმა უნდა თავიანთი მოთხოვნა აქვს, რომ რაღაც კონკრეტული პროდუქციები გააკეთოს. კარგ ნაწილთან მიხვედით. ერთი არას შეთავაზებთ თქვენ და მეორეა რა დაგხვდება დახლზე. ხო, ამ შემთხვევაში სავაჭრო ცენტრები იქნება თუ სხვადასხვა სუპერმარკეტები თუ მარკეტებში.
ეს ურთიერთობა რამდენად დალაგებულია დღეს, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც მათ შორის მსხვილ ჰიპერმარკეტებთან იყო საკმაოდ რთული ურთიერთობა, ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდით. ეხლა რა ტენდენციაა და რამდენად ახერხებთ დისტრიბუტორები, რომ სავაჭრო ქსელებთან ისეთი ტიპის ურთიერთობა აწყოთ, რომ რეალურად აი ის პრობლემები, რომელიც მანამდე იყო, მნიშვნელოვნად შემცირებულია თუ არა, ესეც საინტერესოა. კი ბატონო, შევეხეთ იმ საკითხს, რომელიც ალბათ ყველა მწარმოებლისა თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური არის და ეს გახლავთ. და ცოტა მტკივნეულიც როგორ ხდება? მტკივნეული მათ შორის რასაც ქვია რიტეილთან ურთიერთობა. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ რიტეილი არის ჩვენი პარტნიორი, რა თქმა უნდა, და გაყიდვების ძირითადი ნაწილი, ყველა სურსათის ნაწილს თუ ავიღებთ, მოდის რიტეილზე საბოლოოდ, ანუ ისინი არიან ძირითადი პარტნიორები ჩვენ. შესაბამისად, აქ ჩვენ არ საუბრობთ იმას, რომ რაღაცა იმ ხარის წინააღმდეგ შეიძლება იყოს ისა წარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ საერთო გამონახოს, მაგრამ ამ საერთოში ისეთ პირობებზე მოხდეს შეთანხმება, რომ საბოლოოდ არ დაზარალდეს არც ერთი ბიზნესი და მათ შორის არ დაზარალდეს მომხმარებელი. ნებისმიერი ტიპის გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება დღეს არსებობს და რა თქმა უნდა არსებობს რიგი გაურკვევლობები პირობებთან მიმართებაში და იმ სახელშეკრულებო კუთხით, რაც ხდება ხელშეკრულებების განახლების პროცესში და ამატებით პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი არ უნდა ისახოს მომხმარებელზე იმდენად მძიმედ, რამდენად და შესაძლებელია ეს ციფრებში საბოლოოდ მივიღოთ. იმეც ვიტოვებთ, რომ ხელშეკრულების განახლების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია რიტეილთან, ამ ნაწილში მიახლოებული იქნება იმ ძველ პირობებთან და არ მოხდება მნიშვნელოვნად ისეთი ცვლილებები, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს პროდუქციის ფასთან მიმართებაში, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა არსებობს ეს პრობლემები, არსად არ გამქრალა, რაც გასულ პერიოდში საუბრობდით და საბოლოოდ ვცდილობთ როგორც წარმოებლები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიები, რომ იმ პირობებს მოვერგოთ, რამდენადაც შეგვიძლია, რიგ შემთხვევაში გამოდის, რიგ შემთხვევაში ვერ გამოდის და საბოლოოდ რაღაცა ხარჯად მთავარია არ დააწყვეს კიდევ უფრო ამ კომპანიებს, რომ საბოლოოდ რაღაც პრობლემის წინაშე არ დადგეს, რომ იძულებული იყოს, რომ რაღაცა შედარებით გაზრდილი ხარჯიდან გამომდინარე, მით უმეტეს, რომ შეიძლება საგარეო ფაქტორები ისე შეიცვალოს, რომ რაღაცა ფასში ასახვა მოუწიოს და ძირითადი პრობლემას ამ ნაწილში რა შევაწყოთ, მაგალითად განთავსება, ანუ ზოგადად ცნობილია, რომ დახსე რომ ამან წინით იყოს ესა თუ ის პროდუქტი წარმოდგენილი თუ სადღაც სხვაგან, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი, ძირითადი რა ტიპის პრობლემას აწყდებით და რამდენად გაძვირებულია რიტეილის მხრიდან დისტრიბუტორებისთვის აი ამ მიმართულების წაყენებული მოთხოვნები. ზრდის თვალსაზრისით როგორი სურათი გვაქვს? გასულ პერიოდს თუ ავიღებთ, ახალი ეტაპი ახლა იწყება ხელშეკრულებების განახლების. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ისეთი ტიპის პირობები სახელშეკრულებო, რომელიც დაკავშირებულია წარმოებლისა და სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდან დამატებით ფინანსების გადაცემაზე ან მობილიზებაზე, ნებისმიერ ტიპის გადასახადი რაც შეიძლება არსებობდეს, მოდი ესე ვთქვათ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეს ზეგავლენას ახდენს ფასზე გვინდა თუ არ გვინდა ეს გარდაუვალი პროცესია და გადახდის ვადები, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როდესაც საბანკო პროდუქტი გაძვირდა და ბოლო წლის განმავლობაში თუ გადავხედავთ ბიზნეს გაუძვირდა ეს პროდუქტი, შესაბამისად ქეშის მობილიზების, ანუ საბრუნავი საშუალებების მობილიზებისთვის ის იძულებული არის, რომ საბანკო პროდუქტით ისარგებლოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ის გადახდის პირობები რაც გვაქვს, ესეც შეუძლებელს გახდეს საბანკო პროდუქტის სარგებლობის გარეშე რეალურად ოპერირების სრულყოფილად გაგრძელებას და ამ გაძვირებულ საბანკო პროდუქტთან ერთად ის პირობებიც საბოლოოდ იმდენად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, რომ ეს პროდუქტს ფასშიც ისახება. ანუ ემატება ამას ისიც, რომ დაუშვათ ჩარიცხვები გვიანდება უკვე მის შეთავაზებული პროდუქციის ღირებულების. ჩარიცხვის დაგვიანების ნაწილიც, რა თქმა უნდა,
ესეც და არა მარტო დაგვიანების მათ შორის ის ხანგრძლივი ვადები რავადაში ხელშეკრულებით არის გაწერილი. მოდი ესე ვთქვათ და რომელზეც დათანხმდა ის წარმოებელი, იმიტომ რომ ფიზიკურად ოპერირება რო გაიგრძელებინა, თქვათ ეს მოცემულობა აუცილებელი იქნება. და ჩვენი საუბრის ბოლოს მათ შორის აუნიშნავ რომ იმ რიტეილ როგორც წარმოებელისთვის ასევე სადისტრიბუციოსთვის იმ რიტეილისთვისაც არის ის გაზრდილი ხარჯები, ხო? ანუ ნებისმიერი ტიპის მათ შორის რეგულირება რაც შეიძლება ეხებოდეს დამატებით ფინანსების მობილიზებას, როგორც ჩვენ ნაწილში, ისე რიტეილისთვის, ხო? იმისთვისაც დამატებითი ფინანსების მობილიზება ხდება საჭირო, როგორც საბანკო კუთხით, ასევე ჩვენი მხრიდან, ანუ მიმწოდებლების მხრიდან და ესეც ზრდის საბოლოოდ იმ ხარჯს, რაც მერე ისახება პროდუქტში. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ წლების განმავლობაში იყო პარკირების ნაწილი, რომელთან მიმართებაშიც რაღაც გარკვეულწილად თითქოს იყო მოლოდინი, რომ შეთანხმდებოდი თბილისის მერიას და მერე ისევ კითხვები იყო. ეხა როგორი სურათი გვაქვს და რა ვითარება გვაქვს? ანუ მოახერხეთ მერიასთან შეთანხმება და ეს პრობლემა მოგვარებულია თუ კლავაც გამოწვევად რჩება? პირველ რიგში გამოვყოფთ იმას, რომ დედაქალაქის მერიასთან ჩვენ წარდგენილი გვქონდა კონკრეტული ინიციატივა გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში ბოლო პერიოდში და მოგეხსენება თუ რაოდენ მძიმე ტვირთი იყო ეს კომპანიებისთვის ფინანსური კუთხით და არაერთხელ გვირთქვამს, რომ თუნდაც ერთი კომპანიის მაგალითზე სადღაც 1.5 მილიონამდე მხოლოდ ამ რეგულაციის გამო გაიზარდა წლიური ხარჯი და საბოლოოდ ეს რა თქმა უნდა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს იმ ფასებს და ბოლო ინიციატივით რითაც ჩვენ მივმართეთ დედაქალაქის მერიას იყო ეს რომ ელექტრომობილებისთვის გაბარიტულ სატრანსპორტ საშუალებაზე არის საუბარი მომხდარიყო საგამონაკლისო წესის დაშვება, რაც ეკოლოგიურადაც გამართლებული იქნებოდა და მათ შორის ბიზნესაც შეუწყობდა ხელს რომ რამოდენიმე ამ კუთხით ის ფინანსური ზარალები აიცილებინა ზეპირსიტყვიერ თანხმობა გვაქვს და მისასალმებელია რა თქმა უნდა და ველოდებით რომ საბოლოოდ ტექნიკურად ეს ყველაფერი აისახება რაც ბიზნეს მოგცემს იმის საშუალებას რომ პროცესები სწორად წარმართოთ რაც შეეხება უშუალოდ პარკირების რომელიც ადგილებზე შეთანხმება, როდესაც მოხდა, ჩვენ და სამწუხაროდ ვერ მოხდა იმ რაოდენობის გამოყოფა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბიზნესისთვის და უმნიშვნელო რაოდენობები რაღაც კონკრეტულ ლოკაციებზე ემატება, მაგრამ ეს ცალსახად საკმარისი არ არის და პარკირების ჯარიმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთია ყველა კომპანიისთვის ჩვენ და სამწუხაროდ რა. კლიანობაში რამდენიმე სიტყვით რომ მითხრათ წელი როგორი იყო და მოლოდინები როგორი გაქვთ, რადგან წელი სრულდება? წელი ალბათ უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად რთული იყო კომპანიებისთვის. რა თქმა უნდა ამას არსებითად არ შეუფერხებია გარკვეულად წილად რო ვთქვათ განვითარების ნაწილი და გაფართოების ნაწილი, მაგრამ მაინც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. გაურკვევლობა მოლოდინებმა რაც შეიძლება ქონდა მათ შორის კურსის ნაწილმა მიუხედავად დოლარის სტაბილურობისა, როგორც აღნიშნეთ, ევროსთან მიმართებაში საკმაოდ მაინც ზრდა და რყევა იყო და ეს საბოლოოდ მაინც აფრთხობს ბიზნესს, რომ თუნდაც რაღაც გარკვეული ტიპის დამატებითი ინვესტიციები გააკეთოს და ალბათ ყველაზე კარგი იქნება სტაბილური გარემო, რომელ გარემოშიც ბიზნესი მაქსიმალურად იქნება მზად იმისთვის, რომ მოახდინოს საბოლოოდ თანხების ინვესტირება, მეტი დასაქმებულის გაჩენა ბაზარზე და მათ შორის საბანკო მიმართულებით პირიქით, როდესაც ცვირდება საბანკო პროდუქტი, ეს კიდევ უფრო აფრთხობს ბიზნესს და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი წლისთვის დადებითი ზეგავლენა მოახდენს და შედარებით უფრო დასტაბილურდება და დაიწევს ის საბანკო პროდუქტების ხირებულება, რაც დღეს შეიძლება გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა. ლაშა რიჟამაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.